არ დავმალავ, რომ სოფლიო მეფრინველეობის გენოფონდი ძალიან გავარდა. მთელი სოფლიო მეფრინველეობა 4 ჯიშზე დგას. იმათმა რა თქმა უნდა შეავიწროეს ესენი, იმიტომ რომ სამრეწველო ჯიშები ქვია, იმათ მრეწველობაში უფრო აქტიურად გამოიყენება. ერთ-ერთი გენოფონდი არის ჩვენი ადგილობრივი ქართველი, რომელზეც ახლა ჩვენ ვიმუშაობთ. დავიწყეთ ქართული ქათმის მოძიება. მოძიების პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. რომელი უფრო რთულია? მედიცინა. პირველ რიგში ერთად აღმოჩნდით ეს ადამიანები, ვისაც ჰქონდა შინაგანად, აი ჩუმად ჰქონდა სურვილი რომ გაგვეკეთებია ეს საქმე. სოფლიოს ისეთ ბაზრებში, როგორც იყო მაშინდელი ვენის, ჰამბურგის, ლონდონის ბაზრები, ძალიან დიდი რაოდენობით გადიოდა ჩვენი გემით. იმიდან ოქია ფოთის სპორტიდან, ჩვენი ადგილობრივი დიახ, ბატონო, ქათმების, ცოცხალი ქათამის და კვერცხიც. ამოხალასებული იმას ნიშნავს, რომ შავი ქათამი რო კვერცხს დადებს, ყველა ვარიანტში შავი წიწილი გამოიჩეკება, მიხვდით? თავისი თვისებებით, გემოვნური თვისებებით ეს ხორცი ესე იგი საუკეთესოა. გამორჩეულია. თერჯოლის მუნიციპალიტეტი ქვედა სიმონეთი, ეთნოფერმა. ამ შესანიშნავ ადგილას ვიმყოფებით და საინტერესო დანიშნულება აქვს ამ ადგილს, იმიტომ რომ უკვე რამდენიმე წელია მუშაობს ქართული ენდემური ჯიშის გადარჩენაზე, სელექციაზე, აღდგენაზე და ერთ-ერთი პირველია ეს ფერმა, რომელიც ამ პროექტში, ასე ვთქვათ, ჩაერთო. გიორგი არის დღეს ამ ეთნოფერმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჩვენთან ერთად. პროფესიით ექიმი. ექიმი, მოქმედი. როგორ მოხდით სოფლის მეურნეობაში? 3 წლის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევით ცენტრის მეცნიერებთან, ბატონებთან, კობა ნაცვალაძესთან და თერგის ფირცხალაიშვილთან ერთად დავიწყეთ ქართული ქათმის მოძიება. მოძიების პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ვინაიდან ცალკე სუფთასისხლის სახით ქართული ქათმის სახეობები არ არსებობდა. მოგახსენებთ, რომ არსებობს 5 სახეობის ქართული ქათამი: შავი, ნაცარა, ჩალისფერი, ყელტიტველა და მეგრული. სახეობები შერწყმული იყო როგორც ერთმანეთთან, ასევე უცხოეთიდან შემოსულ სხვადასხვა სახეობებთან. დავიწყეთ ქართულ ქათამთან მსგავსი სახეობების მოძიება. რაიმე გამორჩეული თვისებებით ხასიათდება ქართული ქათამი. რატომ გახდა ამის აუცილებლობა, რომ ეს ჩვენი ენდემური ჯიში ისევ დაგვებრუნებინა და გაგვეცოცხლებინა მათი არსებობა? ჩემი გიორგი ბოჭორიშვილის და ზაზა დავლაძის მიზანი არის, რომ აი თუ კი კარგად გადავხედავ ჩვენს ისტორიას, ფაქტიურად ქართველებს და საუკუნეების მანძილზე ქონდა სულ ადგილობრივი სახეობები, ადგილობრივი ჯიშები, როგორც მცენარეები, ცხოველები, ფრინველები, რომლებიც დღეს გადაშენების პირას არის. ჩვენთან, ჩვენ მეურნეობაში დაცული სახეობები 6-8000 წლოვანი ისტორიით თარიღდება და ძალიან დიდი ისტორია აქვთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვინდა რომ ისინი მხოლოდ ისტორიის საკუთრება გახდნენ და ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა მომავალმა თაობამ, თუნდაც ქართული ქათამი, კოლხური ხოხობი, ქართული ხორბლის სხვადასხვა სახეობები მხოლოდ სახელმძღვანელოებში ნახონ. გვინდა ის ცოცხლად იყოს, ჩვენ ეს საქმე დღეს გავაკეთოთ, რომ მომავალ თაობას გადავწეთ და ქართული სახეობები არ შეერწყას სხვა ჰიბრიდულ სახეობებს. ჩვენს ქართულ ქათმის შემთხვევაში ბატონი კობა და ბატონი თენგიზი მათ დადებით ნიშანთვისებებს უკვე დაწულებით მეცნიერული სახით მოგახსენებენ. კარგი. მეცნიერული კუთხით მოგახსენებენ. კი ბატონო, დაუბრუნდებით ბატონებთან ერთად, ამას უფრო ვრცლად და სიღრმისეულად ვილაპარაკებთ. ახლა თქვენ მითხარით ეს ექიმი ადამიანი როგორ მოხდით სოფლის მეურნეობაში, როგორ გაგიჩნდათ იდეა, რომ აი ამ ძალიან საპასუხისმგებლო საქმის პარალელურად გეკეთებინათ არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმე. პირველ რიგში ერთად აღმოჩნდით ეს ადამიანები, ვისაც ჰქონდა შინაგანად, აი ჩუმად ჰქონდა სურვილი რომ გაგვეკეთებია ეს საქმე. იდეა ზაზა დავლაძიდან წამოვიდა, რაც უკავშირდებოდა კოლხური ხოხბის გადარჩენის იდეას. და უკვე ზაზამ გიორგი თავის მეგობარი ჩართო ამ საქმეში, მეც ჩავერთე და ერთად მეგობრებმა ჩვენი გულის თქმა, ჩუმი ფიქრები გავუმხილეთ ერთმანეთს და დავიწყეთ ამ საქმის კეთება. რომელი უფრო რთულია? მედიცინა. მედიცინა რთულია, რა თქმა უნდა, ორივე საპასუხისმგებლო საქმე არის, თუმცა თითოეულ ოჯახს, თითოეულ მეურნეს, თითოეულ ადამიანს
რომლებიც დღეს სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულები, აქვთ გამოცდილება, რომ ქართული სახეობები გაამრავლონ, გაავრცელონ და თავიანთ მეურნეობაში ყავდეთ. ზუსტად ეს არის მიზანი, რომ ჩვენ გარკვეულ რაოდენობას ქართულ სახეობებს რომ მივაღწევთ, უკვე გადავცეთ სხვადასხვა დაინტერესებულ ფერმერებს, რომ მათ უკვე გაამრავლონ და გაავრცელონ. გიორგი, თავიდან გქონდათ რაიმე შეხება სოფლის მეურნეობასთან? ცირეოდენი გამოცდილებებით მოხვედით აქამდე? თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედასიმონეთში, აქ გავიზარდე, მქონდა საოჯახო მეურნეობა, გარკვეული გამოცდილება ბუნებრივია მაგხრივ დაგროვებული მქონდა და ეს გამოცდილება მაგრამ თავს ფერმერად არ თვლიდით, რაც ფერმერად ბუნებრივია არ თვლიდით. ხოლო ქართული ქათმის შემთხვევაში ბატონი კობა და ბატონი თერგიზი გარკვეულ ხშირად ჩამობრძანდებიან ჩვენთან, კონსულტაციებს გვიწევენ, ვახორციელებთ მათთან ერთად გადარჩევის პროცესებს, რომ სწორი სელექცია წარმართოთ. სელექციის პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხს და არა რაოდენობას. შესაბამისად, ვცდილობთ დავიტოვოთ ის სახეობები, ის ქათმები, რომლებიც ახლოს არის ქართულ ქათამთან და დანარჩენი უკვე გაუშვათ რეალიზაციაში. რამდენი ფრთა გყავთ ახლა? ამ წუთში გყავს 60 ფრთა ქათამი გადარჩეული და კიდე უკვე სადღაც იანვრის ბოლოს უნდა მოვახდინოთ გადარჩევა და ალბათ ერთი მამალი 5 დედალთან ან ერთი მამალი 4 დედალთან ამ რაოდენობით დავიტოვოთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო უკეთესი თაობა მივიღოთ. ესენი მეხორცულია თუ მეკვერცხული ჯიში? ქართული ქათმის ნიშან-თვისება არის, რომ ის არის მეხორცული, მეკვერცხული ჯიში, ადვილად ეგუება გარემო პირობებს და რაიმე სპეციფიკურ მოვლას არ საჭიროებს და გამოსავალიც ძალიან კარგია. როგორ ყვებავთ? ჩვეულებრივად, როგორც სოფელში ყველა ქათამი, ჩვენ შემთხვევაში სიმინდის ღერღილით, ხორბალით, ქერით, ამათი კომბინაციით შეიძლება ვყვებოთ. ბატონგობა, თქვენ ხშირად გიწევთ აქეთ? კი, ჩვენ ვართ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრიდან. ანუ ჩვენი სამეცნიერო კვლევით ცენტრის მთავარი მოვალეობა რომ შეიქმნა 11 წლის წინ იყო ის, რომ ადგილობრივი ჯიშების მოვლა შენახვა და აი ესე ფერმერებთან დაინტერესებული ფერმერებთან სიარული ჯერჯერობით ჩვენს დავიწყეთ მათი მოშენება. ჩვენი ის ქონდა, რა ქვია, სასტელი, სადემონსტრაციო სასტელი ფერმა, შეიძლება ასე ითქვა, სადაც ყავდა კახური მორიც, ქართული მთიძროხაც, ადგილობრივი ქათამი, ჩალისფერი ინდაურიც და აი სწორედ ჩვენი მოვალეობა იყო ის, რომ აი ეს ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნება, მოვლა, მოშენება გვესწავლებინა ფერმერებისთვის და რა თქმა უნდა, შემდგომი გავრცელების მიზნით. ხო და ეს კაცი ნახეთ, ძალიან საინტერესო კაცი, რომელმაც თვითონ დაიკავშირა, ნახეთ რა მამალია სუშავი. ხო და დაიკავშირა თვითონ, რომელმაც აი ესე თავისი სურვილი გამოთქვა და თავისი სურვილით შემდეგ დაიწყო მოშენება აი ამ ადგილობრივი ჯიშების. ეხლა ჩვენი ფუნქცია რა იყო? კი, ეს მზეზე უნდა ნახოთ, ეხლა გავუშვებთ და როგორ ბზინავს მომწვანო ფერში. მომწვანო ფერში ფერი აქვს სუფთები. ჩვენი ფუნქცია რა იყო? კიდევ ერთხელ მივხვდეთ, უყურეთ როგორი ვარიანტია. ჩვენი ადგილობრივი ქათმები, აი ეს რომელსაც ახლა ჩვენ უყურებთ, აგერ და რომელსაც ჩვენ ვათვალიერებთ და რისი ფერმერული მეურნეობა არის შექმნილი, უძველესი დროიდან არის საქართველოში, უხსოვარი დროიდან არის საქართველოში მოშენებული, თუ შეიძლება ასე ითქვას. ამისი ისტორია გარკვევით არავინ არ იცის, რომელი საუკუნეში მოხდა მისი მოშენება, რომელი საუკუნეში მოხდა მისი გავრცელება, მაგრამ ეს ხალხური სელექციით ქართველმა ჩვენმა წინაპარმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, გლეხმა გამოიყვანა და ამის ღირსება რა არის და გიორგი თქვა კიდევაც ნაწილობრივ ძალიან კარგად ეგუება ჩვენ ადგილობრივ მოვლა შენახვის პირობებს. ადვილად იზრდება, ძალიან ადვილი მოსავლელია, ვიდრე კულტურული ჯიშები, ვიდრე ბროილერი, ვიდრე მეკვერცხული ქათამი, ანუ ის კროსები, რომლებიც ფერმებში ყავთ დახურულ ციკლში. ეს ძალიან კარგად ადვილად იტანს და ღიად შენახვის პირობებს, აი ზუსტად ასეთ შენახვის პირობებს და ამის ღირსება სწორედ ეს არის. თანაც იძლევა ხორცის და კვერცხის არაჩვეულებრივ ხარისხს. ხორცი და დიახ, ძალიან მაღალი ხარისხის კვერცხი და ხორცი აქვს, ვიდრე მეკვერცხული ჯიშები და ვიდრე ბროილერი. მათთან უმახიანი. ხო. იმიტომაც რომ ხმა, ჰაბიტუსი ყველაფერი. გარემოში იზრდება აი მწვანე ბალახზე, მზის სხივებზე, მოიპოვებს ჭიაღუას ნიადაგიდან და აი ეს სწორედ ეს თვისება, რომელიც მას აქვს, რომ მოიპოვოს ბუნებრივი საკვები, ეს ხდის იმას ძალიან ადვილად შეგუებაც ამ ჩვენ გარემოს. ბატონკობა, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. ჩვენს გარემოს შესანიშნავად ეგუება. გვაძლევს ძალიან კარგ ხორცს და კვერცხს. გემრიელ კვერცხს.
რატომ მივიდა საქმე აქამდე, ეხლა როცა რატომ თქვენ მივიდა საქმე გიწევთ აი ამ ჯიშის აღდგენაზე და სელექციაზე კარგი მუშაობთ? კითხვა, ძალიან მადლობთ. ეხლა საქმე რაში უყურეთ, ამ ჯიში არ არის ეს ჩვენი პოპულაციებია, ხუთი პოპულაცია როგორც გიორგი მოგახსენებთ ფერმერმა. და რატომ მივიდა ეხლა რატომ მივიდა აქამდე? კარგად უჭირი ხელია ფთებზე აისიო, ხა ის. ჩვენი აი ეს ადგილობრივი ქათამი არის შედარებით დაბალ პროდუქტიული, მისთვის როგორი ვარიანტი. ანუ არის გამოსავლიანობაც ნაკლები. როგორც გიორგი გითხრათ, არის კომბინირებული მიმართულების ხათამი. იძლევა კვერცხს და ხორცს, ანუ ორივეს გვაძლევს, ხორცსაც და კვერცხსაც. საშუალოდ ამათ ცოცხალი წონა არის 2.5 კილოგრამი. 150 კვერცხს ძლევიან წელიწადში. დაახლოებით 150 კვერცხს. იმათმა სამრეწველო ჯიშებმა, რომლებიც 300 კვერცხს ძლევიან და 365 კვერცხს ძლევიან წლის განმავლობაში, ან ყოველ დღე გვაძლევენ კვერცხს, იმათმა რა თქმა უნდა შეავიწროეს ესენი, იმიტომ რომ სამრეწველო ჯიშები ქვია, იმათ მრეწველობაში უფრო აქტიურად გამოიყენება. არა და ხარისხით გაცილებით უფრო მაღალია ჩვენი ადგილობრივი ქათმის ხორცის და კვერცხის, დიახ რა თქმა უნდა. შედარება არ არის. არა, კაი მე შევაწუხე. იმაში გავუშვით, იმაში ხო. ხო, ეს რაც შეეხება ამ ხარისხის ამბავს. ეხლა გიორგი თქვა რომ სელექციის მთავარი მიზანი არის ხარისხი და არა რაოდენობა. ჩვენ ძირითადად ვამახვილებთ ყურადღებას ხარისხზე, რომ ჩვენ აი ეს ადგილობრივი ქათამი შევინარჩუნოთ სწორედ ხარისხის მიზნით. თანაც ეხლა გეტყვით პირდაპირ მე ის არის რა ქვია, არ დავმალავ რომ სოფლიო მეფრინველეობის გენოფონდი ძალიან გაღარიბდა. მთელი სოფლიო მეფრინველეობა 4 ჯიშზე დგას. ბროილერის 2 ჯიში და მეკვერცხულის 2 ჯიში. ანუ მთელი ეს ქათამი რაც მთელ სოფლიოში მოყავთ. და სოფლიოში პირველად გზის ხათმის ხორცის წარმოება რო იცოდეთ საერთოდ ხორცის წარმოები დაახლოებით 134 მილიონი ტონა ქათმის ხორცია ყოველწლიურად იწარმოება სოფლიოში. ანუ პირველად გზის იწარმოება ქათმის ხორცი, ფრინველის ხორცი ქათმის და შემდეგ მოდის ღორის და შემდეგ მსხვილიქოსანი და ასე შემდეგ. აი ეს წარმოებული ჯიშები, რომლებიცაც ჩვენ ბროილერს ვეძახით, არის 2 ჯიში, კორნიში და ლექორნი. აი ეს 2 ჯიშს გამოყავს. კორნიში და პლიმუტროკი, რომელსაც 2 ჯიშია, რომელიც აწარმოებს ბროილერულ ქათამს და ლექორნი და ხაისხის ყავისფერი არის მეკვერცხული ჯიშები. ანუ 4 ჯიშზე დგას სოფლიო მეფრინველეობა. იმის გამო რომ გაღარიბდა სოფლიო მეფრინველეობა, სელექციონერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მოიძიონ ადგილობრივი ჯიშები, რომლებსაც დაურთავენ აი ამ წამყვან ჯიშებს, წამყვან 4 ჯიშს, რომელიც გააუმჯობესებს მათ ხარისხს. გამიგეთ როგორი ვარიანტია. აი ამ 4 ჯიშის ხარისხს, რომელიც აწარმოებს სოფლიო მეფრინველეობას. ერთ-ერთი გენოფონდი არის ჩვენი ადგილობრივი ქათმები, რომელზეც ახლა ჩვენ ვიმუშაობთ. შეიძლება ძალიან საინტერესო გამოდგეს სოფლიო მეფრინველეობისთვის ეს ჩვენი მეფრინველი იმ 4 ჯიშის გასაუმჯობესებლად, რომლებიც აწარმოებენ მთელ მეფრინველეობას. და სწორედ აქ ერთ-ერთი მიზანიც ეს არის, რომ ჩვენ ჯიშს გაუწიოთ პოპულარიზაცია, შემდეგ დაინტერესება განვითარდეს სოფლიო მეფრინველეობის მრეწველობის და აი ამ ჩვენმა ფრინველებმა მიიღოს მონაწილეობა ჯიშების გაუმჯობესებაში. არ არის გამორიცხული. ხო გითხარით, თანაც უძველესი ჯიშია. ნახეთ როგორი ვარიანტია ჩვენ ქართველი გლეხს, ქართველი მეურნეს. უდიდესი ტრადიციები გააჩნია მეფრინველეობის. ახლა გეტყვით ერთი-ორი ისტორიულ თუ გადავხედავთ ისტორიულ მასალებს, ნახავთ რომ გასული საუკუნის დასაწყისში 1909 წლებში აი ამ 7 წლის განმავლობაში სოფლიოს ისეთ ბაზრებში, როგორც იყო მაშინდელი ვენის, ჰამბურგის, ლონდონის ბაზრები, ძალიან დიდი რაოდენობით გადიოდა ჩვენი გემით. იმიდან აქვია ფოთის სპორტიდან, ჩვენი ადგილობრივი დიახ, ბატონო, ქათმების, ცოცხალი ქათამის და კვერცხიც. ნახეთ როგორ საინტერესოა მაშინ და ბუმბულიც გაქონდათ, იმიტომ რომ მაშინ ძნელად მოიძებნებოდა საქართველოში ისეთი ოჯახები, რომლებსაც 500-ზე ნაკლები ყავდათ, მით უმეტეს დასავლეთ საქართველოში. 500-ზე ნაკლები ყავდათ ფრინველი. წარმოგიდგენიათ, აი ეს ფრინველი ყავდათ სწორედ მაშინ. და მაშინ ძალიან გავრცელებული იყო კვერცხის წარმოებაც, ხორცის წარმოებაც საქართველოში, ვისაც ყავდა და იმდენად ბევრი იყო და ესეთი რაოდენობით იყო საქართველოში, რომ ფოთის სპორტიდან გაქონდათ ევროპის ბაზრებზე ჩვენი ხორცის და იმპორტირებულმა იმდენად ჩაანაცვლა და კონკურენცია. დიახ. შევიწროთ და ეხლა მოსახლეობაში რო ნახოთ, ეხლა სხვებსაც ყავთ ესეთები, მაგრამ ის არის ნაჯვარი ჰიბრიდებია, ანუ გადარჩევის შედეგად ვიღებთ უკვე გამოხალასებულ თაობებს. ეხლა რას ნიშნავს გამოხალასებული მკითხეს აგერ ბიჭებმა? გამოხალასებული იმას ნიშნავს, რომ შავი ქათამი რო კვერცხს დადებს, ყველა ვარიანტში შავი წიწილი გამოიჩეკება, მიხვდით? აი სოფელში სხვასთან რო შავმა ქათამა კვერცხით შველური კვერცხს დადებს, მაგრამ იმიდან შეიძლება წითელი გამოვიდეს ქათამი, შეიძლება შავი გამოვიდეს, მაგრამ გამოხალასებულ ჯიშებში აი ნახეთ რეალობაზე ყველა მიზეზ გარეშე ხო, აი ნაცარა ჩვენი მეგრულა ჩალისფერი, შავი,
და აი ეს ყველა ვარიანტში გამოვა იმ ფერის რა ფერიც უნდა იყოს. ხო და ეს ეხლა კვერცხლება რო არ არის ამ წუთში ეხლა ზამთრის პერიოდში კვერცხლება ძალიან დაბალია და ფაქტიურად არ არის და ესენი არიან ესე ერთად გაშვებული. მერე ხდება ჩვენ ფერმერს ყავს აქ სექციები სპეციალურად გაკეთებული და ყველა პოპულაცია ცალკე სექციაშია. ანუ შავი მამალი შავ დედლებთან, ჩალისფერი მამალი ჩალისფერ დედლებთან ყველა მიზეს გარეშე მეგრულასთან ყელით და ასე შემდეგ. ეს დაყოფა რატომ ხდება რომ არ მოხდეს? ანუ რა ნახეთ როგორ რაღაცა ჩვენ გამოხალასება გვინდა ჯიშის მიხედვით ან პოპულაციის ჩვენი ქართული ფრინველის და შავი მამალი რომ მოხდეს ჩალისფერებთან იგივე გამოვა გამიგეთ ანუ რაც ადრე იყო რისთვისაც წვალობდით გამიგეთ როგორი ვარიანტია უკვე ნელ-ნელა უკან წავა ჩვენი წვალება მიხედვით და ამიტომ იმისთვის რომ ყავდეს გამოხალასებული პოპულაციები ყავს ცალკე ჯგუფება ჩამოყალიბებული ფენოტიპური მაჩვენებელი მახასიათებლის მიხედვით აი ამისკენ მივდივართ რომ როცა იქნება ქართული ქათამი ქართული ჯიში შეიქმნას რომელიღაცა შესანიშნავი იდეას ემსახურებით და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის თქვენ და ფერმერებს რომლებიც ამ საქმეში ჩართულები არიან. აი მაგას განსაკუთრებული კი ბატონო. გარდა იმ ისტორიული მნიშვნელობისა რაც აქვს ამ ფრინველს და თქვენი საქმე რაც ემსახურება იდეა ცალსახად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. ამის გარდა არსებობს რაღაც ბიზნეს იდეა და ბიზნეს ინტერესები, ხო? ფერმერებისთვის რატომ უნდა იყოს ბიზნესის კუთხით საინტერესო? და როგორ კი ბატონო. ფერმერი რომელსაც ეყოლება დიდი რაოდენობა, ახლა 20 ფთა და 30 ფთა რაოდენობაში არ გადის. რომელსაც ეყოლება 100 ფთა, 200 ფთა და 300 ფთა, იმის დაინტერესება იქნება უკვე საზოგადოებრივი კვების ობიექტები. თქვენ იცით როგორ ფასობს საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ქართული ქათამი. დიახ ბატონო. ამისი გინდა შემწვარი, გინდა თუნდაც ჩახოხბილის სახით, ანუ საკმაოდ ფასობს საზოგადოებრივი კვების ობიექტებში. ძალიან ძვირადღირებულია, იმიტომ რომ ცოტა, ხო, რესტორნები იგივე, ხო. აი მაღალი კლასის რესტორნებში რო შეხვალთ, ხო, მოიხოთ წიწილ ტაბაკს, ხო? ყველა ვარიანტში ქართული ქათმის ტაბაკი უნდა მოგიტანოთ. მაღალი კლასის რესტორანი ბროილერს არ მოგიტანოთ. იმიტომ რომ არც თვითონ არ შეიცვენ სახელზე, მე თქვენ უნდა მოგატყუოთ. იმიტომ რომ ამას სხვა რაღაც რესტორნებში შეძახიან გრძელბარკლიან ქათამს. ამას ხო. ხო ის აღნაგობაზეც ეთყობა ისეთი აღნაგობა. და ცოტა გამხდარი შესახედაობა აქვს შემწვარი რომ და ბროილერი მრგვალია უფრო. და აი ეს ერთ-ერთი ინტერესი ფერმერების იქნება ეგეც. ანუ ერთ-ერთი ყველაზე მეტი ინტერესი საზოგადოებრივი კვების ობიექტების დაინტერესებით მეგობრებო, აი ისტორიულ საქმესაც ემსახურებით ამით და პლუს გექნებათ კონკურენტო ყველაზე გემრიელი და რაც მთავარია ქართული პროდუქცია. თან ნახეთ როგორი ვარიანტი ტურისტული ვარიანტი, ტურისტული აგროტურიზმს რო ეძახიან, აგროტურიზმის შემთხვევაში და ძალიან ხელმისაწვდომი და კარგი იქნება ეს, იმიტომ რომ რომოვა ტურისტი დაუშვა და აი ესეთ ფერმერთან რომოვა როგორც გიორგია, თვითონ დაათვალიერებინებს ტურისტი თვითონ არჩევს სიტყვაზე თავის რომელიც უნდა იმქათავს და იმის ბრუდას მიირთმევს აგროტურიზმის თვალსაზრისით. თვითონ თავის ხელით დააპურებს და უშვა თავის ხელით. კი, ბევრი გზა არსებობს იმის რომ დავაინტერესოთ ქართული ქათმით. აი, როგორ საინტერესო ვარიანტები. ოღონდ თავარია თვითონ გლეხიდან ფერმერიდან მოდიოდეს ეს მონდომება, რომ აი ესეთი საქმეში, ასეთ საქმეში, არა მარტო ეროვნულ საქმეში, არამედ ბიზნესშიც ძალიან კარგი ხელმისაწვდომი ფრინველი გვაქვს ჩვენ ადგილობრივი ქათმით. ბატონო კობა, ვის უნდა მიმართონ და რა პროცესები უნდა გაიარონ იმ ფერმერებმა, ვისაც უჩნდება დღევანდელი გადაცემის ნახვის შემდეგ სურვილი, რომ იმუშაოს ქართულ ქათამზე? უნდა მოგვართოთ ჩვენ სამეცნიერო კვლევით ცენტრ, სოფლის გარემოს დაცვა სოფლის კვლევით ჩვენ უწევთ კონსულტაციას. ურჩევთ როგორ უნდა მოიქცეს, რომელი ფრინველი უნდა შეარჩიოს, ვისაც რა თქმა უნდა სურვილი ექნება, მოვლა შენახვის პირობებს გავაცნობთ, რა თქმა უნდა, როგორი პირობებში უნდა ყავდეს მოშენებული, როგორი პირობებით უნდა მოუაროს, რა საკვები ჭირდება, როგორ უნდა ჩაატაროს ინკუბაცია და ასე შემდეგ და იმის მერე შემდეგ უკვე შეუძლია ფერმერს თავისით ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ჩვენთან კავშირს არ გაწყვიტავს და პერიოდული ესეთი კონსულტაციებით, ესეთი ექსტენსიით ჩვენ ხელს შეუწყოთ მაქსიმალურად თავარია გამოჩნდეს დაინტერესებული პირები, რომლებიც ესე მოინდომებენ აი ამ ჩვენი ადგილობრივი ქათმის მუშაობას. თენგის თქვენს აქტიურად ხართ ჩართული ერთუბაკ ამ ეროვნულ საქმეში ხო? ახლა ბატონო კობა ძალიან მნიშვნელოვნად ძალიან ღმად გაგაცნოთ თუ რას წარმოადგენს ქართული ქათამი და მისი პოპულაციები და როგორი მდგომარეობა ამ მიმართულებით საქართველოში.
მაგრამ მე განსაკუთრებით ყურადღება მინდა თქვენი შევაჩერო იმ ადამიანზე, რომელმაც ეს ეთნოფერმა შექმნა და აქ მან თავისი ინიციატივა გამოიჩინა, დაგვიკავშირდა და დაიწყო ამ ადგილობრივი ქათმის მოშენების საქმე. ამ ეთნოფერმაში გარდა ქათმისა თავისებურად მემცენარეობის საკითხებიც ისეთი ხორბალი, თქვათ ქერი, ძველი კულტურები, რომელიც არის, ისიც მოყავს და აშენებს თავის ფერმაში და იმ საქმეშიც ესე იგი წარმატებული არის. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი არის თერჯოლის რაიონში ესე იგი გამორჩეული ექიმი და ყოველწუთში რო ურეკავენ, მაგრამ ამ საქმეს მაინც თავისებურად უდგება. დროან რამდენად უნდა გიყვარდეს საქმე და რამდენად გულს უნდა დებდე, რომ აი ამ ხელა საპასუხისმგებლო საქმის პარალელურად ის აკეთო, რომელსაც ასევე ჭირდება ძალიან დიდი ყურადღება და მუდმივი რაღაც კონტროლი, ხო? და ამიტომ გარდა ამისა, ესე იგი, აი აქ რომ მუშაობთ, არა, ტელეფონის გაჩერება არ არის. სულ ეძახიან, სულ იმას ურეკავენ, რომ აი გუშველეთ რამე გული სული. და ესეც იძულებული არის, რომ ესე იგი იქაც იმუშაოს, აქაც იმუშაოს და საერთო საქმე აკეთოს. ამიტომ ამ ადამიანს და ასეთ ადამიანებს საერთოდ ჭირდება გარდა მორალური და მეცნიერული მხარდაჭერისა მატერიალური აბსოლუტურად გეთანხმებით. მაგალითად, ახლა ამას რომ თავისი ინკუბატორი ქონდეს და ამ ინკუბატორი ცოტა არის 3000 და მეტი ღირს ის ინკუბატორები და რამე დახმარება რომ გაუწიონ მაგალითად ამ მავთულ ბადეებით ან რამეთი უფრო უკეთესად და ლამაზად წარმოადგენდა ამ თვითონ გააკეთებდა იმას რაც სხვასთან მიდის და სხვა თულად არის სათქმელი რომ აქ რაღაც დიდი ბიზნეს ინტერესები არსებობს ხო იმიტომ რომ ჯერჯერობით პატარა ფერმა ჯერჯერობით შემდეგ ეს გახდება ესე იგი საფუძველი იმისა რომ მომრავლდეს და გავრცელდეს ადგილობრივი ეს ფრინველი ეს პოპულაციები გეთანხმებით და მე იმედი მაქვს რომ ამ ხარდაჭერას გიორგი მიიღებს აუცილებლად. იმიტომ რომ პირველ რიგში იმსახურებს და არაკეთებს მხოლოდ თავისთვის სასიკეთო საქმეს, ეროვნულ საქმეს ემსახურება და როგორც ქართული სოფლის მეურნეობისთვის, ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ენდემური ჯიშების შენარჩუნება, გადარჩენა და პოპულარიზაცია. აი ამ გზებზე ახლა ძირითადად ადრე რესტორნები ახლოს იყო ამ ტრასასთან ახლა ცოტა დაშორდა მაგრამ იქ რომ მოითხო ტაბაკა ან ქათამი საერთოდ აუცილებლად ადგილობრივი ქათამს მოგაწვდიან იმიტომ რომ თავისი თვისებებით გემოვნური თვისებებით ეს ხორცი ესე იგი საუკეთესოა და ამდენად დახმარება სჭირდება მატერიალური რომ ესე იგი უფრო განვითარდეს ეს დარგი. გეთანხმებით, ძალიან დიდ მადლობას გიხდით თქვენ ამ მართლაც ეროვნულ საქმეში აი ამ ხელა ნაბიჯების გადადგმისთვის და აი ესეთი მხარდაჭერისთვის, რასაც ფერმერებს უცხადებთ და ზოგადად ქართულ სოფლის მეურნეობას და ყველა ფერმერს გიორგის თამადობით. გიორგი ექიმო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ემსახურებით ამ დარგს აი ასეთი მონდომებით და თავდადებით, როგორც ეს შესანიშნავად აღწერეს ამ საინტერესო ადამიანებმა და მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს. ჩვენ ქვედა სიმონეთში ეთნოფერმიდან გემშვიდობებით და ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, თქვენთვის საინტერესო თემებზე მუშაობას. მომავალ კვირას ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.